ის ვინც წინ მიიწევს მეცნიერებებში, მაგრამ ჩამორჩება მორალში, უკან უფრო მიიწევს ვიდრე წინ. ეს აზრი, რომელიც კაცთა მოდგმის მომავალზე ფიქრისას უტრიალებდა თურმე არისტოტელეს ძველ საბერძნეთში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა დღეს 25 საუკუნის შემდეგ. საით მივდივართ და რამდენად სწორად, სასიკეთოდ მივდივართ იქით, საითაც გაგვიწევია. ადამიანი და ტექნოლოგია, ადამიანი და მანქანა. დღეს უკვე ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი. როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, როგორ შეიძლება განვითარდეს მათი ურთიერთობები. როდის და რატომ დაიწყო და დაიყო კაცობრიობა ტექნოფილებად და ტექნოფობებად. როდის დაიბადა утопიური თუ დისტოპიური ხედვები ადამიანის არსის, ადგილის, დანიშნულების შესახებ სამყაროში. როდის დაიწყო ფიქრი იდეალური სახელმწიფოს შექმნაზე. რას გვაუწყებენ ყოველივე ამის შესახებ ისტორიული თუ ლიტერატურული წყაროები. ჰუმანიზმის, ტრანსჰუმანიზმის, პოსტჰუმანიზმის შესახებ ასევე. ვინ არიან ორი უკანასკნელი ეპოქის გმირები? ადამიანები, გოლიათი ტვინები, ანუ მანქანები, რომლებიც ფიქრობენ, თუ ადამიანი მანქანები. რა ამოძრავებთ მათ და საით მიაგორებენ ადამიანის დაუდევრობით დაღლილ დედამიწას. ხომ არ ელოდება მას, როგორც ერთმა ურყევმა კონსერვატორმა იკითხა, ალქიმიის გიგანტური ლაბორატორია, სადაც გადაამუშავებენ და დაცლიან ყოველივე ადამიანურისგან. საკითხავი სწორედ აი ეს არის. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. უპირველეს ყოვლისა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ბატონი დავით მაზიაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლავთ და ლიტერატურათმცოდნე გახლავთ და ფილოლოგიის დოქტორი. მოგესალმები. ძვირფასო დავით. მოწვევისთვის. ყველაფერი იმაზე, რაზეც ახლა ძალიან მოკლედ ვილაპარაკე ამ ეპოქებზე და როგორ ასახავს ამას ყველაფერს, ადამიანის გზას, სახელმწიფოს შექმნის გზას, ახალი ადამიანის შექმნის გზას, ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა, რა სფეროშიც შენ მოღვაწეობ და ისევე ისტორიული ტექსტები და ფილოსოფიური ტექსტებიც. ახლა მინდა დავიწყო იმ მონოგრაფიით, რომელიც შენ გეკუთვნის და რომელიც ჯერ არ გამოსულა, მაგრამ რომლის გაცნობის ისე შესაძლებლობა მე მქონდა, მადლობა ამისთვის, უაღრესად საინტერესოა, მას ტრიპტიხი ქვია და ალბათ დაინტერესებულ საზოგადოებას მალე ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ამ მონოგრაფიას, რომელიც სამი დიდი თავისგან შედგება, სამი დაბადებისგან შედგება რა. ეს არის ადამიანიდან ახალი ადამიანის დაბადება, ეს არის სახელმწიფოს, утопიური სახელმწიფოს იდეის გაჩენა და მოდი დღევანდლამდე მოვიყვანოთ ეს ყველაფერი და არის აი ამ ორ მომავალ ეპოქაზე ლაპარაკი. პირველი თავი და პირველი დაბადება ასეთი სათაურით არის утопია და утопიის რევოლუციური ევოლუცია. დავით, რა არის ეს ოქსიმორონი და რა გინდოდა ამით გეტყვი? ზოგადად утопია თუ დისტოპია თუ ანტიუტოპია ხო როგორც ნებავთ ისე დარგი ძალიან კარგად გამოკვლეული ლიტერატურული ჟანრია, მათ შორის საქართველოში, უცხოეთშიც ძალიან ბევრი ლიტერატურა ამის გარშემო შექმნილი და ამიტომ თქვათ აი ამ ტრიპტიქის, რომელსაც სიმბოლურად სამეულში მოვაქცია ეს დაბადების ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც გარემოს დაბადება ქვია, ბუნების დაბადება ქვია, აი სამყაროსი, სადაც შემდეგ აღმოცენდა ადამიანი, სწორედ აი ამ პრიზმიდან მაინტერესებდა, დღევანდელობიდან მაინტერესებდა, თქვათ აი ტექნოლოგიის ეპოქაში რა იყო დაბადების აი ეს ცოდნა, რაც ჩვენ დღევანდლამდე გვაქვს, ისტორია იქნება, ეს ფილოსოფია იქნება თუ ლიტერატურა იქნება, რას გვეუბნება? ის და იყო კონკრეტული ეპოქა აი ამ გარემოს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, როგორც რაღაცა სივრცეს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რა პერსპექტივებით უყურებდა, რა პერსპექტივებით ხედავდა და კონკრეტულ ეპოქაში ამას როგორი რეზონანსი ქონდა, ესე რა სურდათ აი ამ გონებებს, რომლებიც утопიურ, დისტოპიურ, მე ამას უყურებ როგორც აი ტრაგედიისა და კომედიის, როგორც ერთი მედლის ორი მხარის აი ამ ეს ერთი თემაა, შეიძლება ასე ვთქვას.
თქვენ სწორად თქვით ტექნოფილია და ტექნოფობია, აი ამ პერსპექტივიდან როგორ უყურებთ უკვე დღევანდელობაში აი ამ განვლილ გზას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში, რა თქმა უნდა ბიბლიურ სამყაროში ეს დაბადება სწორედ აი ამ გარემოს და სტიქიების და აი ამ სივრცის დაბადებით იწყება, სადაც რა თქმა უნდა თავად ედემის ბაღიც უკვე იყო დედამიწაზე. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თავად ეს ცოდნა გვეუბნება, რომ აი ეს იდეალური სახელმწიფო, იდეალური გარემო ჩვენ ბიბლიიდან ვიცით რომ გქონდა, ამიტომ ადამიანის მეხსიერებაში სულ აქვს, რომ ეს რაღაც მწდომადია. და ამის შემდეგ უკვე ეს შეიძლება თქვა მთელი დიაპაზონი, რომელიც მოდის, არ ვიცი, არკადიული თემები, რომელიც გრეკო-რომაულ სივრცეში არის, ხო? შემდეგ უკვე თომას მორი, მაგრამ თომას მორამდე რა თქმა უნდა თვითონ პლატონი და მისი სახელმწიფო და ეს სახელმწიფოში განვითარებული ეს თეორიები, რომ როგორი უნდა იყოს იდეალური სახელმწიფო, როგორი წყობილება უნდა იყოს, როგორი გარემო უნდა იყოს, რომ ადამიანმა გარკვეულწილად სამართლიანად იგრძნოს თავი. შემდეგ უკვე ამის განვითარება პლატონში ბარემ აქვე ხაზი გაუსვათ მღვიმეს გამოქვაბულის მითს, არა? იქაცა თითქოს აი თანამედროვე სამყარო არის ასახული თავისი სინამდვილითა და ასლით, ხო? პირდაპირ ხედავთ ახლა გამოქვაბულის მღვიმეში, აი მე-7 წიგნში ფაქტობრივად დღევანდელობის ანარეკლი არის, შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პლატონი სწორედ იქ საუბრობს და საყოველთაო ცნობილია, საუბრობს იმის შესახებ თუ რა არის ნამდვილი, ანუ ორიგინალი, რა არის ასლი. ჩრდილი, როგორც ასლი ამ შემთხვევაში და დღევანდელი პერსპექტივიდან სწორედ აი ამის გადააზრება შეიძლება როგორც ნამდვილი, დღევანდელობის კონტექსტში ადამიანი და მისი კლონი, ანუ მისი ასლი, მისი სიმულაკრი, თუ გნებავთ რეალობის, ხო? და აი ესე იგი თუ აქამდე გარკვეულწილად ფილოსოფიურ პლანში ქონდა ეს ლიტერატურაში ამან უკვე გარკვეულწილად მიიღო უკვე სხვა განზომილება, ესე იგი ჩვენ უკვე არა თუ ფილოსოფიურ პრიზმაში ვუყურებთ, საიდან ვართ ჩვენ ადამიანები წარმოქმნილი და ვინ არის ჩვენი სახე, ვისი ხატება ვართ ჩვენ, ხო, აქ წარმოქმნილი, არამედ პირიქით უფრო გართულდა ამის აღქმა, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით და უკვე დავიწყეთ ჩვენივე კლონი, ესე იგი ჩვენივე თავის დადგენილება უნდა მოვახდინოთ როგორც ორიგინალის. ამიტომ ეს მე-7 წიგნი უკვე პირდაპირ პასუხობს და ამაზე კინემატოგრაფი, ლიტერატურა პირდაპირ საუბრობს სწორედ როგორც რა ქვია ორიგინალის, ანუ ნამდვილისა და ასლის, როგორც კლონის, ესე იგი ნამდვილი სამყაროსა და რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით თუ სიმულაციური სამყაროს. და ეს სიმულაციური სამყარო დღევანდელობაში უკვე ჩვენ გვაქვს ვირტუალური სამყაროს სახით, იმიტომ რომ აი მაგალითად ის რაც ძალიან მარტივად შეიძლება ყველამ დაინახოს, ეს არის მაგალითად Facebook-ის გარდასახვა მეტა სამყაროში და მეტა უკვე თავის აზრშივე, თავის სახელწოდებაშივე გულისხმობს ჩვენი რეალობის მეტავერსიას და აი მეტავერსიაშიც ვინ არის ის პროფილი, რომელიც იქ არის და იქ ცხოვრობს, ეს არის ავატარი, ხო? ესე იგი არის მისივე გარკვეულწილად ანარეკლი. ასე რომ ეს პლატონში აი ეს თემები არის უკვე სხვა კონტექსტში, ეპოქის კონტექსტში, რომელიც ამავდროულად გვესაუბრება, რა თქმა უნდა, მომავალს. თომას მორის შემთხვევაში ეს თავად ეს უტოპიზმი მან ფაქტობრივად ესეთი ფორმალიზება მოახდინა, შეიძლება ითქვას ამ ტერმინის გარკვეულწილად ფილოსოფიურ რელიგიურ კონტექსტში მე ვიტყოდი, იმიტომ რომ თომას მორი ამავდროულად პოლიტიკური მოღვაწეა, იყო თეოლოგი, იყო მოაზროვნე და ის თქვათ მის ეპოქას და მის ქვეყანას ამავდროულად ხედავდა იმ დროის კათოლიციზმის კონტექსტში და აი ეს მომენტი მას ისიც ფიქრობდა სწორედ აი ამ რაღაც უნივერსალიზმზე, როგორ შეიძლებოდა რომ ყველა ესე ვთქვათ ელემენტსთანა ეცხოვრა, შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ჩემთვის შემდეგ აი ამ რევოლუციური ევოლუციის თუ გნებავთ შემდეგ ამ ტერმინშიც ესე ვთქვათ ხალისობ, მოდით ესე ვთქვათ და მკითხველს უტოვებ აი ამ აღქმის თავის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას, უკვე მოვდივართ უკვე პოსტმოდერნამდე და პოსტმოდერნიზმამდე, სადაც ფაქტობრივად
რა თქმა უნდა თავად გოეთესთან და გოეთეს ფაუსტს შექსპირის გოეთეს რა თქმა უნდა შექსპირის ილირიზაცია საერთოდ და ეს ილირიის თემა მათ შორის ფრენსის ბეკონის ახალი ატლანტისი და ეს მთელი ტექნოლოგია რომელიც შემოდის რომელმაც ფაქტობრივად მისცა ბიძგი უკვე აი ინდუსტრიალურ თუ ტექნოლოგიურ უკვე აღმასვლას რომელიც მომდევნო ეპოქებში დაიწყო ასე რომ აი ამ შეიძლება ითქვას რეტროსპექტივას რომ ამ დღევანდელობის კონტექსტში და ეს დღევანდელობა არის ამავდროულად გარდამავალი, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად დავასრულეთ პოსტმოდერნის ეპოქა და გადავედით პოსტჰუმანიზმის ეპოქაში. აი ეს პოსტჰუმანიზმის კონტექსტში სადაც უკვე ხელოვნური ინტელექტი უკვე აი ეს რასაც ალან ტურინგის ტესტი ქვია, ხო? როდესაც შენ შეიძლება ელაპარაკებოდე მანქანას და შენ ვერც კი მიხვდე რომ მანქანას ელაპარაკები და აქ თუ ჩააბარა ამ ტესტმა აქ უკვე შემოდის ძალიან ბევრი გამოწვევა მათ შორის ეთიკური, მორალური სახელმწიფოებრივი და ძალიან ბევრი რამ და ხანდახან აი ეს მიმდინარე თემები რომელიც აი ამ რაღაც აქტუალურ თემებში არ ჩანს გვეპარება და აი სწორედ ესეთი ლიტერატურა თქვათ როგორიც არის ხო თქვათ კრის ბეკეტის მაგალითად ძალიან საინტერესო კი ბატონო და ისევე როგორც მაგალითად ინგლისი ბარნსის თქვათ ეს უკვე პოსტმოდერნისტული კონტექსტიდან აი სწორედ ამ მეტარეალობებზე გველაპარაკებიან ამ კუნძულების შექმნაზე გველაპარაკებიან რომლის ანალოგები უკვე ჩვენ ხედავთ ჯერ კიდევ ფანტასტიკად აღიქმება ეხლა მაგალითად იგივე კრის ბეკეტი ხო თითქოს ფანტასტიკა ის კოსტიუმი რომელიც აერთებს ამ ორ რეალობას და შენ მათთან ერთად შედიხარ იმ სამყაროში და შეგიძლია დაიქირაო, შეგიძლია შეიძინო და შეიცვალო საერთოდ არა მხოლოდ ავატარი და პროფილი, არამედ ცხოვრება. კი, ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენში ხდება ის ბოლო თქვათ ამბავი რომელიც იყო ეხლა მაგალითად ილონ მასკი რომელიც გამოვიდა და უკვე საუბრობს ჰუმანოიდზე როგორც ადამიანის დამხმარე ასისტენტზე და ის ამბობს რომ ადამიანი შეიძლება აღარც დაჭირდეს მუშაობას მისი გადასაწყვეტი იქნება იმ მუშაობა პროფესიები რო გაქრება ამას ნელ-ნელა უკვე გაქრა ბევრი გაქრა და ნელ-ნელა ამას ვეგუებით მე მახსოვს რომ პირველად ძალიან ცოტა ხნის წინ ისევ შენი რევოლუციური ევოლუცია ხო ძალიან ცოტა ხნის წინ გავიგე პირველად რომ პროფესიები გაქრება ეს ცოტა ხანია ისტორიისთვის და უკვე გამქრალია და მომავალში გაძმარიცის რა მოხდება აი კრის ბეკეტიც ეს 2000-იან წლებში დაწერილი რომანი აი სწორედ აი ამის შესახებ საუბრობს და ლიტერატურას რა აქვს აი ეს თავარი და ნიშნულოვანი რამ ლიტერატურა უშვებს ამ სამყაროს უშვებს და შეუძლია უფრო ღრმათად ჩავიდეს და აქ სულ მახსენდება აი ამ ну ისე პლატონთან მივალთ, ისე ბიბლიასთან მივალთ, აი ამ გონის, ესე იგი შენ თუ დაუშვი, შენ უკვე სწოდე, ხო? ესე იგი რა არის? ეს ისეთივე სიძლიერის არის, შენ თუ შეგიძლია რომ რაღაც წარმოიდგინო, მას რატო არ შეიძლება რომ ეს არსებობდეს? და აი რა ჭირდება იმას რომ ეს არსებობს? იდეა და მე იდეა და მისი მატერიალიზირება. ეს მატერიალიზებას დრო ჭირდება, მაგრამ ეს იდეა რატომ არის დაშვებადი? ფანტაზია იქნება თუ ეს იქნება მხატვრული ფიქციური რეალობა, ხო? მიუხედავად ამისა იქ მაინც ეს შესაძლებელია. იქ შენ შეიძლება რომ ეს წარმოიდგინო, იქ შენ შეიძლება რომ დაინახო. თუმცა ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ საუბრობთ, ხო? ალბათ 100 წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო, მაგრამ ამ პერსპექტივიდან ჩვენ თუ ვკითხულობთ იმ ტექსტებს, აი ეს რევოლუციური ევოლუციით, ამ უტოპისტურ, თქვათ, ჯერ თქვათ გარემოს დაბადებას, შემდეგ ახალი ადამიანის დაბადებას, ну პირველ ადამიანის დაბადების პარალელურ ეს კონტექსტში, ხო? ჩვენ ხედავთ რომ ამის ნიშნები თავად ვეა, ესე იგი ადამიანი გარკვეულწილად ყოველთვის ოდითგან გარკვეულწილად აი იმას ქმნის, რაც უკვე იქ იმ სიბრძნეში არის დაფარული. და აი ზუსტად დღეს უკვე ჩვენ ხედავთ აი ამ ტრანსფორმაციის ეპოქას. ტრანსფორმაციის ეპოქას ყველა მიმართულებით და ლიტერატურაში სწორედ ეს ძალიან კარგად არის ასახული, იმიტომ რომ ის ახალი ილირია რასაც კრის ბეკეტი ქმნის, ხო, რომელიც რა თქმა უნდა ალუზიურად მიდის შექსპირთანაც, მანამდეც ეს რეალური კუნძულია, რეალური ადგილია, ხო, და ამ ადგილმა უკვე მიიღო ახალი მნიშვნელობა. აი ეს ილირია არის შესაძლებელია თუ არა ტექნოლოგიით შექმნათ ჩვენ რაღაც ესეთი იდეალური სახელმწიფო. ჩვენ ხედავთ მაგალითად რეალობებში უკვე რომ რაღაცა შეიძლება რაღაც შესყიდვები გააკეთოს უკეთესად ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება რომ ესე იგი არის რაღაცეები რაშიც
რაშიც ტექნოლოგია უფრო სამართლიანი იქნება. აი ეს ანარეკლი აქვს მაგალითად იან მაკიონს თავის ჩვენნაირ მანქანებში, machines likes me, შემნაირი მანქანები ან სხვანაირად შეიძლება ითარგმნოს, მანქანებს მოვწონვარ მე, შეიძლება ესეთი თარგმანის კი, სიტყვების თამაშით შეიძლება ესე ვთქვათ. და აი აქ უკვე ჩანს ახალი ადამის აი ესეთი შეიძლება ითქვას მათემატიკური სიზუსტით სამართლიანობის აღქმა, ესე იგი რაღაც მონაცემების ერთიანობით რამდენად შეიძლება, მაგრამ აქ იფსხრევა აი ის, რასაც უკვე ადამიანი ქვია. აქ სულ მახსენდება, როცა ადამიანზე ვსაუბრობთ, მახსენდება ტომ სტოპარდის არაჩვეულებრივი პიესა არის, რომელსაც ძალიან ფსიქოლოგიური ტერმინი ქვია. ეს არის the heart problem. ესე იგი, ეს შეიძლება გადავთარგმნოთ გადაუჭრელი ამოცანა, ამოუხსნელი ამოცანა და ეს არის რთული ამოცანა კი. და აი აქ ისაუბრობს ცნობიერების უნიკალობაზე. ესე იგი, ადამიანის ცნობიერების უნიკალობაზე და ძალიან ყოფით გარემოში აქვს აი ეს პიესა, არ შემოდის თქვათ არანაირი ესეთ science fiction-ის ჟანრში არა აქვს, ეს აქვს ძალიან ორი პერსონაჟის, შეყვარებული პერსონაჟის ესეთი დიალოგი არის და გოგონა ლოცულობს. და მისი შეყვარებული ირონიულად უყურებს, რომ რისთვის ლოცულობ, ანუ ვის თხოვ, იმიტომ რომ ადამიანი არის ევოლუციის შედეგი. ესე იგი, ერთი გარკვეულწილად აი ამ სამეცნიერო პრიზმიდან უყურებს რაღაც მეტაფიზიკურ მოვლენას, რომელსაც მისი შეყვარებული და ამავდროულად ეს გოგონა ეძებს თავის შვილს, რომელიც გაუშვილეს. და აი ამ შვილისთვის ლოცულობს და ის ამბობს, რომ ეს ლოცვა მე დარწმუნებული ვარ, რომ მასო წაადგებაო და აქ შედის აი ეს დაპირისპირება უბრალოდ ეს აზთა განსხვავებულობა შემოდის უკვე აი ამ ორ შეყვარებულ ადამიანს შორის და აქ ყველაზე კარგი რაც არის, ანუ რაც ყველაზე ესეთი სტოპარდისეული, ირონიული და ამავდროულად ესეთი ბრძნული, ყოფით რეალობაში გადაწყვეტილი რაც არის, საბოლოო ჯამში მათი დიალოგი გადადის უკვე ტექნოლოგიაზე საუბრით, ესე იგი რატო გონია შენ ემპათია რაღაც გარკვეულწილად რაღაცა უნიკალური რამ, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ თუ ავიღებთო რა ქვია ღამურებსო, ღამურა რომელიც გადის სისხლის მოსაპოვებლად, ის რო ბრუნდება, ის ვინც ვერ მოიპოვა სისხლი, მას უწილადებსო და რატო გონია, თქვათ აქ რაღაცა ხო განსაკუთრებულიაო. ნუ რა თქმა უნდა ეს გადაგვაგდებს იმ თემაშიც, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ თქვათ აი ეს რამდენად უნიკალურია ამ ევოლუციურ სამყაროში ადამიანი და ეს ხომ არ არის განვითარების შედეგი და აი ეს ყველაფერი რაც ადამიანს ადამიანურობად მიაჩნია და რაც მათ უნიკალურობად მიაჩნია ეს ხომ არ არის ევოლუციური შედეგი. ვიცი რა, ეხლა ჩვენ უკვე გადავდივართ ნელ-ნელად ტრანსჰუმანისტურ და პოსტჰუმანისტურ სამყაროსკენ, უბრალოდ მივდივართ. მაგრამ მანამდე მინდა დაგიცვა ასეთი შეკითხვა. ახლა ჩვენ რაღაც უტოპიურ სახელმწიფოზე გაკვირით ვისაუბრეთ, მოკლედ. ახლა ბიბლიური ადამიანიდან ავიღოთ საწყისად ბიბლიური ადამიდან ახალ ადამამდე. როგორი გმირები დაგვიხატეს დღევანდელმა ავტორებმა, თანამედროვე ავტორებმა. ხო, ეს ძალიან საინტერესო არის. ფაქტობრივად აქ ჩვენ ხედავთ რაღაც კაფიო ხედვას ჩემის აზრით თვითონ ავტორების მხრიდან თემ კაფიო გამოხატული ხედვა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი ამ ახალ გმირებს, ამ ახალ ადამიანებს უყურებენ ძალიან დიდი ინტერესით, აკვირდებიან, სწავლობენ და სწავლობენ სწორედ ამ ახალი პერსონაჟის, რომელსაც ქვია ჰუმანოიდი ერთ შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება ითქვას ახალი ადამი, ახალი ევა, შეიძლება ასეც დავასახელოთ, ესენი რომლებიც არიან. ვინ არიან, რას გვანან? ესენი რომლებიც არიან ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ჰუმანოიდები, რომლებიც უკვე ხდებიან მთხრობელები და პერსონაჟები. აი ეს პერსონაჟი და ამავდროულად ნაწარმოების მთავარი მთხრობელები, ხო, აი კაზიო იშიგუროსთან კლარა და მზეში სწორედ აი ეს მხარეა წამოღებული. და როგორც ცდილობენ ისინი, რომ ადამიანს მოდით ესე ვთქვათ, ადამიანს უჩვენონ რა არის ადამიანობა.
აი მე ვახსენე პლატონი და ვახსენე ეს გამოქვაბულის ცნობილი დილეგის ამბავი, ხო? როდესაც სწორედ აი ეს ანარეკლმა უნდა დაგაფიქროს შენს ნამდვილობაზე ან პირიქით. შენმა სიმულაკრმა შეიძლება დაგაფიქროს ნამდვილი რეალობის არსებობაზე, ხო? აი ეს თითქოს ეს ასლები, აი ეს კლონები ცდილობენ რომ ადამიანი დააფიქრონ რა არის ადამიანი. საერთოდ საიდან მოდის ადამიანი, როგორ შეიქმნა ადამიანი და რა თქმა უნდა მივდივართ ისევ პირველ ადამიანთან. და როგორ შეიქმნა ადამიანი, როგორ მიეცა ადამიანს ადამიანის შექმნის თანაშემოქმედებითობა ევას სახით და ევას სახით როგორ გაჩნდა ცხოვრება და ცხოვრების სახით აი ეს მემკვიდრეობა, აი ეს გენეტიკა, მოდით ესე ვთქვათ, ადამიანის გენეტიკა, რომელშიც აი ეს დნმ-ის სახით ეს ინფორმაცია, აი ეს ტექნოლოგიური ენით რო ვთქვათ, ეს მონაცემები არსებობს ადამიანში. შესაბამისად, აი ეს მომენტი როგორ არის უკვე ტექნოლოგიურად მათემატიკურად გადატანილი უკვე აი ამ კლონში და ეს კლონი როგორ ხდება მთხრობელი, როგორ ხდება ადამიანის დამკვირვებელი და გარკვეულწილად რაღაც მომენტში ადამიანზე მეტიც ადამიანობაში. შეიძლება ასე დავსვა შეკითხვა, ნახე, ადამიანზე უფრო ჰუმანოიდის წარმოჩენა. ხო არ გეჩვენება რომ რაღაცნაირი საერთო ტენდენციაა აი ამ თანამედროვე ლიტერატურაში. აი სწავლობენ. მათ მიმართ ემპათია, მათი მოწონება, მათი წარმოჩენა უფრო ადამიანურად, უფრო ჰუმანურად. ეს შეიძლება ითქვას ტრანსჰუმანისტების, შეიძლება ითქვას სოფხედელობა, რომლებიც სწორედ აი ამაზე საუბრობენ, რომ ადამიანი განსაკუთრებული არაფრით არ არის, ის ევოლუციის შედეგია და შესაბამისად შემდეგი ეტაპი აი პოსტჰუმანიზმში, როგორც ეპოქაში, როგორც მომდევნო ფაზაში კაცობრიობის, სადაც 500 წლიანი ეს ჰუმანიზმის ეპოქა, რა თქმა უნდა, დასასრულს მიუახლოვდება, როგორ შეიძლება რომ პოსტჰუმანიზმში აი გაგრძელდეს ეს ადამიანის მოდით ესე ვთქვა ცხოვრება, ადამიანის ყოფა, როგორ შეიძლება ტექნოლოგიაში გადავიდეს ეს ყველაფერი. აი პოსტჰუმანისტები სწორედ აი ამ მოცემულობას უშვებენ, აი ეს ბიოტექნოლოგიით იქნება ეს თუ კიბორგული თუ კიბერპანკული ამ შემთხვევაში ლიტერატურით, რომელიც ნუ ფაქტობრივად რაღაც მხრივ ჩვენს რეალობაშიც არსებობს, ხო რა, რომ მაგალითად ადამიანს აქვს უკვე დღეს შეუძლია რომ თქვა პროტეზი ქონდეს, შეიძლება რომ რკინის რაღაც ძვლის ჩანაცვლება ქონდეს, ასევე შეიძლება რომ გონებაში თქვა რაღაც დაზიანებული უბანი ში ჩაეკეროს რაღაც ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აი ამ სიხშირეებს გაატარებს გონებაში, შეიძლება ითქვა და აღადგენს ადამიანის აი ამ მიმართულებებით მიდის შესაბამისად ადამიანი უკვე იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილი ჰქონდა, თუნდაც ჰუმანიზმში, როდესაც მის გარშემო ბრუნავდა ყველაფერი, ხო? ასე აღარ არის. ამიტომ ტრანსჰუმანისტები სწორედ აი ამ მოცემულობას უშვებენ, რომ პერსონაჟი, მათ შორის ადამიანის როგორც პერსონაჟი შეიძლება იყოს ადამიანური რაღაც მონაცემებით, მაგრამ თავის მხრივ არა ადამიანი, ჰუმანოიდი. ის სტოპარდი მახსენდება და მას აქ ეს ფრაზა არაჩვეულებრივი, როდესაც აი ეს ამ მოცემულობას უშვებს აი ამ დიალოგში და იქ არის საუბარი რამდენად შეუძლია ტექნოლოგიურმა აი ამ რაღაც ხელოვნურმა ინტელექტმა გარკვეულწილად ადამიანის ცნობიერების ჩანაცვლება, შეცვლა გარკვეულწილად. აქ შემოყავს ორი რამ, ერთი სიყვარული, იმიტომ რომ სიყვარული ეს ისეთი რამ არის, რომელიც გარკვეულწილად გამოუთვლელია, ხოლო მეორე ეს არის დამარცხებაზე ფიქრი. და აი ამ თამაშის დროს რამდენადო აპარატის მანქანა ფიქრობს, აი რაზე ფიქრობს იმ დროსო, როდესაც ჩემი სვლა უნდა იყოსო. მე ვიცი რაზე ვფიქრობო და ის რაზე ფიქრობსო. ანუ აქ არის გარკვეულწილად ერთი და იგივე მოვლენის სუბიექტურ აღქმაზე. აი სწორედ ეს სუბიექტური აღქმა, სუბიექტური მოვლენა, სუბიექტური შეფასება და მათ შორის დამარცხებაზე ფიქრი
არის გარკვეულწილად ადამიანის ერთ-ერთი უნიკალური რამ. გონების შესახებ ფაქტობრივად ყველაფერი იციან, გონების როგორც ტვინის, როგორც აგებულების, როგორც მისი მუშაობის, ხო, მაგრამ არა ის თუ ეს გონება საიდან შეიძენს აი ამ სუბიექტურ აღქმას, აი ცნობიერება საიდან იძენს აი ამ სუბიექტურ აღქმას, რა განაპირობებს ეს ყველაფერი. ამიტომ ამის გათვლა და წარმოდგენა რაღაც ერთგვარ შეიძლება მონაცემთა ერთიანობით, ჯერ კიდევ შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ნამდვილად შეუძლებელია და ამიტომ ადამიანი არის ადამიანი. ადამიანი არის ადამიანი. ჰუმანიზმი ადამიანს განიხილავდა როგორც სამყაროს გვირგვინს. მოხდა რევოლუციური ევოლუცია და მოვედით ტრანსჰუმანიზმამდე, მოვედით პოსტჰუმანიზმამდე. აი ეს გმირები მაინტერესებს. როგორ ხატავენ, როგორ ესმით ადამიანი. ფაქტობრივად გადაფასება მედის, მოდით ასე ვიტყვი, იმიტომ რომ რამდენიმე ფაზა ქონდა კაცობრიობის ისტორიას, აი ამ გადაფასების, მათ შორის ჰუმანიზმის შემდეგ, მათ შორის აი ეს დარვინიზმი, შემდეგ უკვე თქვათ აი ეს აზროვნების მხრივ, თქვათ ფროიდის ეს არაცნობიერი შემოყვანა, რომელსაც თავდაყირა დააყენა აი ეს აზროვნების თავისებურებები. დღეს შეიძლება ითქვას, ასეც საუბრობენ, რომ ეს არის მეოთხე ფაზა აი ამ გადაფასების, მოდით ესე ვთქვათ და აქ უკვე ძალიან დიდი კრიტიკა არის ადამიანის როგორც განსაკუთრებული მოვლენის. აი ტრანსჰუმანისტები სწორედ ამას აკრიტიკებენ, ისე იგი ადამიანი არ არის განსაკუთრებული. ის არ არის ცენტრი, არამედ ის არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აი ამ დიდ სამყაროში, აი ამ დიდ სურათში, შეიძლება ასე ითქვას. და სწორედ ამიტომაც შემოდიან უკვე ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ძალიან გვანან ადამიანს და შეიძლება სჯობნიდნენ კიდეც ადამიანს, აი სწორედ იმ ადამიანურობაში, ხო, ეს იქნება თქვათ იშიგუროს პერსონაჟები, ეს იქნება იან მაკიონის ისევ, მაგრამ კიდევ რაც არის საინტერესო არის ის, რომ აი ამ ტრანსჰუმანული და პოსტჰუმანური პრიზმიდან დანახული წარსული არის ძალიან საინტერესო. მაგალითად, თუნდაც შუა საუკუნეების ლიტერატურა, მათ შორის კენტერბერული მოთხრობები. კენტერბერულ მოთხრობებში არის საუბარი ჩოსერის არის ერთ-ერთ მოთხრობაში არის სწორედ მამლისა და დედლის დიალოგი. და აი აქ უკვე შემოყვანილია ის, რომ აი ეს ენა შესაძლებელია, რომ ეს ენა არსებობდეს სწორედ ცხოველებში ან ფრინველებში, ძუძუმწოვრებში, მოდით ესე ვთქვათ და არა მხოლოდ სხვადასხვა ბიოლოგიურ არსებებში, ცოცხალ არსებებში. და იქ შემოყავთ მათ და ისინი საუბრობენ სწორედ აი ამ მათი როგორც ადამიანური გარკვეულწილად ენის თავისებურებებზე და სწორედ ეს ცნობიერებასთან არის, იმიტომ რომ 2012 წელს იყო ესეთი შეკრება და კემბრიჯში მიიღეს კიდეც ეს დადგენილება, ეს არის ის, რომ თქვათ არანაირი განსაკუთრებული რამ აქვს ცნობიერებას, არ აქვს ამ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ცხოველსაც აქვს სწორედ ცნობიერების წარმოქმნელი აი ეს რაღაც ელემენტები, რომელიც ძალიან ახლოს ამყოფებს ადამიანთან. ასე რომ ტრანსჰუმანისტები აი ამ არგუმენტაციას უყურებენ სწორედ აი ამ ევოლუციონიზმის პრიზმაში. ევოლუციონიზმის პრიზმაში ოღონდ ტექნოლოგიურ კონტექსტში, აი სწორედ აი ამ ტექნოლოგიების და ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი პერსონაჟების და ადამიანების კონტექსტში. ასე რომ ეს ძალიან პოპულარული არის სწორედ თანამედროვე ლიტერატურაში. უცებ ხა ვაჟა ამომიტივტივდა. ვაჟას მიერ ალაპარაკებული მთელი ბუნება, დაწყებული ხმელი წიფელიდან დამთავრებული მინდიას ვისი ენაც კი ესმის გარშემო. ხო, რა საინტერესოა. სწორედ აი ამ ახალი პერსონაჟით, აი ამ ახალი ადამიანით, აი ამ ახალი გმირით შეიძლება ითქვას, აი ამ ახალი თხრობელით სწორედ გვიჩვენებს იმას, რომ ადამიანმა შეიძლება მასზე განვითარებული ახალ ფაზაში გადაიყვანოს მისი გამოცდილება, მისი ცხოვრება და ეს ახალი ფაზა შეიძლება იყოს ტექნოლოგიური ფაზა და ტექნოლოგია. და ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი არის სწორედ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ სააზროვნო სივრცესთან არის დაკავშირებული. ეს მისი გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება? და რომ იყოს გაუარესებული ვარიანტი, ალბათ ესეც ერთ-ერთი ესეთი ფუძემდებლური კითხვაა.
შენ როგორ ფიქრობ? არ ვიცი, არა, ეს არ ვიცი, ეს იმდენად დინამიური. არა, რას ფიქრობ შენ, თორე ეს არავინ არ იცის. ეს იმდენად დინამიური პროცესია, ეს იმდენად განვითარებადი პროცესია, ეს იმდენად საინტერესოა, მე ესე ვიტყოდი და იმდენად მრავალშრიანია, რომ ასე ცალსახად თქმა იმის, რომ ის რაღაცას ჩაანაცვლებს, ან რაღაცაზე უკეთესი იქნება, ან რაღაცაში არ ვიღაცას აჯობებს, ძალიან ლიტერატურული ტენდენციები, ლიტერატურა რას გეუბნება? ლიტერატურა ამბობს, რომ ეს შესაძლებელია. აი ეს ავტორები, რომლებსაც მე ვსწავლობ და რომელიც ჩემი თქვათ გარკვეულწილად მასალა არის, რომელშიც მე აი ამ საკითხებს ვიკვლევ და რომელიც მე მაინტერესებს, ის ამბობს, რომ კლარადამზეში ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანის მიმართ აქვთ ფაქტობრივად იმედი დაკარგული, რომ ეს გოგონა შეიძლება გადარჩეს. და პრაქტიკულად ფაქტობრივად ეს მანქანა ამბობს, რომ გადარჩება და გადაარჩენს კიდეც. არა და ეს მანქანა შეძენილია იმისთვის, რომ გარკვეულწილად რეპლიკანტი იყოს იმ გოგონასი, რომ ის გადმოვიდეს მისი თელი ესე ვთქვათ მიმიკებით, საუბრით, ხმით და ასე შემდეგ აირეკლოს ის ყველაფერი, რომ იყოს მისი ასლი. და როგორ სჯერა თავად ამ მანქანას, რომელიც სხვათა შორის ესეც აღსანიშნავია, რომ ეს მანქანა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ის მაღაზიაში ელოდება ისეთ მყიდველს, რომელიც მასაც უნდა, აქ უკვე ეს განსაკუთრებული ფაქტორიც შემოდის. ესე იგი შესაძლებელია, რომ იქაც იყოს გამონაკლისი. და ეს გამონაკლისები არის სწორედ აი ის, რასაც ჩვენ დღეს შეიძლება უწოდოთ ადამიანი. აი ეს გამონაკლისი. და აქ ეს შეკითხვა არის სწორედ ამ ავტორების მხრიდან, რამდენად შეიძლება რომ ეს გამონაკლისი იყოს სწორედ იქაც, რასაც ქვია ადამიანის ასლი. იმიტომ რომ ყველას დაკარგული აქვს იმედი და მხოლოდ აი ამ მანქანას ჯერა რომ ეს გოგონა გადარჩება და გადაარჩენს ფაქტობრივად. მისი ხელოვნური მეგობარი, ეს ტერმინიც არის უკვე, არა ხელოვნური ინტელექტი, არამედ ხელოვნური მეგობარი, რომელსაც მიდის ადამიანი ირჩევს, ყიდულობს მაღაზიაში და ის მისი ცხოვრების ნაწილი ხდება. Smart ტელეფონები თუ სხვა ტექნოლოგიები, რომლებსაც ბავშვებს აქვთ, ხო, მოზარდებს აქვთ, ხო, ისინი გარკვეულწილად უკვე ეკრანის მეშვეობით ხედავენ რეალობას, ანუ რეალობას ისინი ყველა ვარიანტში რაღაცის გავლით ხედავენ და ეს რაღაცა არის უკვე სხვადასხვა პროგრამები, აი სწორედ ეს რაც კრის ბეკეტს აქვს, ეს კოსტიუმი, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც ეს ჯერ ასე ვთქვათ კოსტიუმის სახით არ არის გამოგონილი, თუმცა შესაძლებელია რომ ამას სრული ვირტუალიზაცია მოხდეს, ხო? შეიძლება ეს რაღაც ვთქვათ ის სათვალეები, რომელიც არსებობს და გარკვეულწილად ილუზიას გიქმნის, რომ შენ ხარ იმ ვირტუალური რეალობის ნაწილი, ამის განვითარების შედეგად შესაძლებელია რომ შენ კონდეს აი სწორედ ამ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრების და ეს ბევრად უფრო მეტ ფანტაზიას თუ შესაძლებლობას გაგივითარებს, რასაც ვერ აკეთებ რეალობაში, იქ შეიძლება ყველაფერი დასაშვები იყოს და შენ შეიძლება ეს რეალობა ჩაანაცვლო და აქ უკვე ისე მივდივარ პლატონთან, რომელიც ამბობს, რომ სად არის შენ აჩრდილის რეალობაში იმყოფები თუ ნამდვილის რეალობაში. ასე რომ აი ეს ვირტუალური სამყარო ეს ახლა მატრიცაში ძალიან კარგად არის, მატრიცაში ამ ფილმში ძალიან კარგად არის სწორედ ეს ნაჩვენები, ეს სწორედ იქაც რაღაც მანქანა დანადგარზე ხდებიან და შედიან სწორედ აი ამ ვირტუალურ რეალობაში, არა და მათი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, ნამდვილი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია ვირტუალურისგან. ჩვენ ახლა დავბრუნდეთ ჩვენს რეალობაში და მინდა შენი მეორე მონოგრაფიის შესახებ უკვე დაბადებული მონოგრაფიის შესახებ ძალიან გავიჭერით არარეალურ სამყაროში. რომელიც კულტურას ეძღვნება, ხელოვნებას ეძღვნება, ანუ მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში ლიტერატურა, თანაც დასავლური ლიტერატურა. ეს გარკვეულწილად აი ეს შემოქმედება, მისი და თქვენი საერთო შემოქმედება არის თითქოს ჩვენი შანსი გავაცნოთ, გავიტანოთ, ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი სათქმელი. ამაზე მინდა რომ ისაუბრო, აი ამ ენაზე, რითაც თქვენ ესაუბრებით დანარჩენ მსოფლიოს. საქართველოს ხმაზე ვთქვათ. დიდი მადლობა რომ აი ამ თემითაც დაინტერესდით, ხო? ნუ მე ვფიქრობ რომ რაღაც მხრივ შეიძლება მონოგრაფიის განსაკუთრებულობა თუ შეიძლება ასე ვთქვათ იყოს ის რომ აი სწორედ აი ამ ფორმას ეხება ეს ციგნი. როგორ შეიძლება რომ სიტყვა იყოს გარდასახული მუსიკალურ ფორმებში, მუსიკალურ იდეებში, სიტყვის იდეა, სიტყვის ფორმის მნიშვნელობა, როგორ შეიძლება იყოს გარდასახული მუსიკალურ იდეებში და ამან როგორ შეიძლება წარმორქვას მოძრაობა.
და ეს მოძრაობა იყოს ქორეოგრაფიული პლასტები, ფიზიკური პლასტები. აი ის, რასაც რეალურად მარიამი ქმნის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რა ტექსტებზე დაყრდნობით, ანუ რა სიტყვის მნიშვნელობაზე დაყრდნობით ხდება აი სწორედ აი ამ ფორმების, ამ ახალი ფორმების გამოკვეთა, გამოსახვა. ეს არის ევრიპიდე, მისი მედეა, თუ ოვიდიუსის მეტამორფოზები, დანტეს ღვთაებრივი კომედია, შექსპირი და რა თქმა უნდა, კი ბოეთიუსის ფილოსოფიის ნუგეში და ჯოისი და მისი სამყარო და რა თქმა უნდა მარიჯანი და მისი პოეზია და მისი დღიურები. შეიძლება ლიტერატურულ ტექსტებზე ბევრი რამ იყოს თქმული და ეს ტექსტები ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ როგორ მიგაქვს შენ იმ სამყაროსთან, რომელთანაც შენ გაქვს დიალოგი და ეს დიალოგი არის დასავლური ცივილიზაცია, მისი მსოფლმხედველობა, მისი ლიტერატურა, მისი გარკვეულწილად აი ეს ფუნდამენტები, რაზეც დგას ეს ცივილიზაცია, როგორ ელაპარაკები ღირებულებითი შეიძლება საფუძვლები, აი შენ თანამედროვეობაში როგორ ესაუბრები ამას, როგორ ელაპარაკები ამის შესახებ, როგორ ელაპარაკები ამ დიდი ტექსტების შესახებ. აი ეს წიგნი თითქოს აი ამას უჩვენებს, როგორ იქნება ამ ტექსტებიდან, ამ სიტყვიდან, სიტყვის ფორმიდან, სიტყვის მნიშვნელობიდან ფართოგაგებით მუსიკალური ფორმები, მუსიკალური იდეა, ნუ სიტყვა როგორ აძლევს ბიძგს, რომ შეიქმნას მუსიკა, შეიქმნას ის, რაც ყველა ადამიანზე განსაკუთრებულად მოქმედებს და ამის შედეგად როგორ შეიძლება შეიქმნას ის ფორმები, რომელიც მიდის პირველ მეტაფორას, ანუ პირველ სიტყვასთან და სიტყვის პირველად მნიშვნელობასთან. და როგორ შეიძლება რომ აი ამ სიტყვამ გააერთიანოს ადამიანი, როგორ შეიძლება რომ აი ამ სამყაროები, სოფხედველობები, როგორ შეიძლება რომ ეს ენა, აი ეს მხატვრული ენა იყოს გასაგები, მისაღები და გარკვეულწილად ერთ სივრცეში გასაერთიანებელი. აი მე ვფიქრობ, რომ მარიამს ეს ენა ნაპოვნი აქვს და ეს არის მისი ინდივიდუალური ხელწერა. ასე რომ აი ეს მონოგრაფია სწორედ არის ერთი მხრივ ლიტერატურაზე, მაგრამ მეორე მხრივ აი ამ ლიტერატურიდან ამოზდილი სიტყვის და სიტყვის ფორმის, აი ამ იდეების, აი ამ შინაარსის, ამ ამბების მუსიკალურ ფორმაში გარდასახვაზე და რა თქმა უნდა თანამედროვე საბალეტო ქართული ქორეოგრაფიით მოთხრობილი, ასე რომ ინტერმედიალური არის რაღაც. კეთილი, ახლა ჩვენი ტრადიციული შეკითხვა შენ მახსოვს წინა გადაცემის დროს, როდესაც მე დაგისვი შეკითხვა, რომ რას გაუფრთხილდებოდი ყველაზე მეტად და რას შეელეოდი, მითხარი რას გაუფრთხილდებოდი და ეს იყო ქართული სიმღერა, ქართული მრავალხმიანობა. რას დაამატებდი? ჩვენ ახლა უცნაურ, ძალიან უცხო სამყაროში შევდივართ, ხომ? აი იმ სამყაროში რას გადაიტანდი? კიდევ არ ვიცი, რამდენად ეს შეიძლება ბანალურად არ ჟღერდეს, რაც ეხა ვიტყვი, მაგრამ რასაც ავიყოლებდი მომდევნო გაჩერებაზე, მომავალში ეს იქნება ადამიანი. ადამიანი მისი სისუსტეებით, მისი განსაკუთრებულობით და აი ესეთ ადამიანს, რომელიც აი ფიქრის დროს ფიქრობს შეცდომაზე, შეცდომის დაშვებაზე. და აქ ისე მახსენდება სტოპარდი და აი ამ ფიქრის და შეცდომის დაშვებაზე ფიქრის კონტექსტში სწორედ მისი სხვა პიესიდან ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც მე ძალიან მომწონს და აი ესეთ რამეს ამბობს და რაც გარკვეულწილად ხაზს უსვავს ადამიანის ცნობიერების განსაკუთრებულობას, ადამიანის ცნობიერების უნიკალობას. ვაზრუნებ, მას შესაძლოა ღმერთი არსებობს. შესანიშნავი ფრაზაა სხვათა შორის და ესეთი საფინალო, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, როგორ ფიქრობ შენ, რა გვიშლის დღეს განვითარებაში ხელს? ბევრი რამე. ძალიან ბევრი რამე გვიშლის ხელს. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ ხელს გვიშლის, ეს არის დიდ სურათში არ ყურებ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს განვითარებაზე, რაღაც მოვლენებს უნდა უყურებდეს დიდ სურათში და ამავდროულად უნდა უყურებდეს ყველაფერს პირველ წყაროებში. აი თქვენ ახსენეთ ტრიპტიკი, ახსენეთ აი ეს პერსპექტივიდან ჩასვლა საწყისებამდე, აი სწორედ პირველ საწყისებამდე ჩასვლა და პირველი საწყისების კონტექსტში გააზრება
იმ მოცემულობის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და თუ ადამიანი დროს დაუთმობს აი ამ ფიქრს დიდ კონტექსტში, დიდ სურათში, მოვლენების ხედვას და ამავდროულად შეძლებს რომ აი ეს პატარა ელემენტები, რომელიც ამავდროულად თუნდაც ინფორმაციის სახით მას ეძლევა და ეს ჭარბი ინფორმაცია დღეს უკვე არ ახალია, ხო? და აი ამ ინფორმაციის სახით ჩავა პირველ საწყისებამდე და ამ პირველ საწყისებს გაიაზრებს დიდ დროებაში, რა თქმა უნდა, ეს სურათში, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის წინაპირობაც და ამავდროულად შემდეგი ნაბიჯიც იმის თუ როგორ შეიძლება რომ განვითარდეთ, როგორ შეიძლება რომ წინ წავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საღი აზრი, არგუმენტირებული, სამეცნიერო მსჯელობა და რა თქმა უნდა, მეტი დრო იმისთვის, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვან, ღირებულ და რა თქმა უნდა, ფასეულ რაღაცებს შევხედოთ და არა მოკლე დროში რაღაც მხრივ ტექსტურ შეტყობინებებზე ავაწყოთ ჩვენი აზროვნება და ცხოვრება. შემდეგი გაჩერება არის ახალი თაობის და ახლა რაც შენ თქვი, რომ უნდა შეხედოს და ჩაიხედოს სიღრმეში და ევოლუციის დასაწყისში მივიდეს და ეს სერიოზული პროცესია. ახალგაზრდებს ამაში დახმარება ჭირდებათ აუცილებლად და ვინ არის ის, ვინც დაეხმარება? Ну, რა თქმა უნდა, ამას უნდა აკეთებდეს პირველ რიგში სკოლა და ამას უნდა აკეთებდეს უნივერსიტეტი. მე ვფიქრობ, თავარი მისია სწორედ ეს არის, რომ აი ამ პირველ წყაროებში ჩავიდეთ და მათთან ერთად ვიმოგზაუროთ ხელ არ ვიცი, რამდენჯერაც საჭირო გახდება ჩასვლა იქ და აი ამ თემებზე საუბარი, აი ამ სამყაროში გარკვევა, აი ამ თემებში მათთან ერთად ყოფნა და რა თქმა უნდა მუდმივი ძიება და მუდმივად განვითარება. შენ ყავს სტუდენტები, შენ გაქვს შეხება მომავალ თაობასთან. მოყვებიან ისინი და რა განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, რომ ისინი წამოვიდნენ. რა არის ამისთვის საჭირო? ძალიან რთული შეკითხვაა. ეს ძალიან რთული შეკითხვაა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ სტუდენტებში არიან ისეთი სტუდენტები, რომელსაც აინტერესებს, რომლებიც სწავლობენ, რომელიც ეძიებენ, რომლებიც გთხოვენ, რომ მათთან ერთად იყო, მათთან ერთად იმოგზაურო, მათთან ერთად ისწავლო და რა თქმა უნდა, მე მინდა გითხრათ, რომ მარტო ისინი კი არ სწავლობენ ჩვენგან, ამას ჩვენ სწავლობთ მათგან. იმიტომ რომ მათ აბსოლუტურად სხვაგვარი მიდგომები აქვთ, სხვა ხელწერა აქვთ, სხვა აღქმა აქვთ, სხვანაირი შეხედულებები აქვთ ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება გამართლებულიც კი იყოს. ამიტომ აუცილებელია ეს დიალოგი რაღაც მხრივ გამოცდილებასა და ახალ ენერგიას შორის. გარკვეულწილად უკვე განულ გზასა და ამავდროულად ახალ გზას შორის, რომელიც შენ შეიძლება მასთან ერთად განულო. და ამავდროულად მისგანაც ძალიან ბევრი ისაა, ასე რომ რა თქმა უნდა არიან ესეთი სტუდენტები, რომლებიც აი სწორედ ამ პირველ წყაროებს ეძიებენ, რომლებიც ჩადიან აი ამ თავარ შეიძლება ითქვას სიბნეში და აი იქიდან ცდილობენ რომ ამოხსნან ის რეალობები, აი სწორედ ეს ლიტერატურული ტექსტები, აი ეს თემები, ეს საკითხები, ეს პერსონაჟები, აი ეს ამბები, რომელიც აი ამ ტექსტებში არის, სწორედ აი ამ თვალსაზრისით, ამ გადმოსახედიდან უყურონ და ეს გადმოსახედი უკვე ახლებურ ინტერპრეტაციას ბადებს, ახლებურ ხედვას ბადებს და აქ უკვე ჩვენ ხედავთ იმ დროის თანამედროვეობასაც. დიდი მადლობა მინდა გითხრა, ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის შენთან საუბარი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და დაგემშვიდობოთ ყველას მომავალ შეხვედრა. დიდი მადლობა.